მოგარც. ჩვენ გვაქვს სნეკები. მოგესალმებით. 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 კეთილ. მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში შევადარებთ კიუს პარის სნეკებს და დავამტკიცებთ, რომ Kinder Delice არის ყველაზე გემრიელი მათ შორის. ხო, მე ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ჩემი აზრით, ჩემი ვაშლოტა იქნება ყველაზე კარგი სნეკი. მე ეგრე მგონია, მაგრამ ჩვენ აქ გვაქვს რამდენიმე სახეობის სნეკი და დღეს საბოლოო ჯამში ამ ამბავს ბოლო მოეღება. ნახოთ. ესე იგი, ჯერ პირველ რიგში წარმოადგენს სია კანდიდატების. Kinder Delice ყველაზე სერიოზული კანდიდატი. კიტკეტი, ოღონდ peanut butter-ით. არაქისის კარგი. Bounty სტანდარტული. Oreo. ზღვის ცხენიანი რაღაც შოკოლადი. ბელგიენ აწერია, ეს შოკოლადი. ვაშლოტამა. ჰიტის სორცხობილა. და ნუშის რაღაცა შოკოლადი. და მოგო. მოგო. მოგო, გაიმარჯვებს. მოდი, ყველაზე კარგი ლუკმას დავიტოვებ ბოლოსთვის, ამიტომ Kinder Delice-ით არ დავიწყებ. მოდი ორეოთი დავიწყოთ. დავიწყოთ ორეოთი, ყველაზე ისეთი მწყინარი თასოთი. მოდი ყველა ფაქტორის რომ სტაბილურად ალბათ 7.5-8 ქულიანი სნეკია. აი, ნახოთ. ყველა მის ორეო რაც არის. ალბათ. შუაში კარამელი და კუთხეებზე კრისპი. კარამელი არ არის. აბა არის თითქოს. კრემი. შუაში კრემი და კუთხეებზე კრისპი შოკოლადი. მომნატრები ორეო. მომნატრები ორეო. 10 ქულას უწევ. კრემია. არა უწევ რა. მე 5 ქულას უწევ. მე 10 ქულა. 10 ქულა მაქსიმუმია. აი ამას ჩვენ ხო სნეკებს ვადარებთ. ამით არ წავისნეკავდი. მე კი. მე ვილახშმევდი მაგით. ჩემთვის არა. ჩემთვის არ არის. იმიტომ რომ ტკბილია ზედმეტად. ტკბილია უსჭამთ. არა, სნეკს ვჭამთ. ყველა სნეკი აქ წარმოდგენილი არის ტკბილეული. აი. ყველა არის შოკოლადიანი. კაი, გემრიელია, კაი, 6 ქულას დავწერდი, ან 6.5 შეიძლება 7. შემდეგ კანდიდატი. ამას ცხადია სნიკერსის წამოღება ჯობდა, მაგრამ დაგვიზარებდა რენივის აღება. მოდი გასულ. რატო სნიკერსი დაფაზარებიდეს, მაგრამ წესწავლეთ სნიკერსი კიტკეტს ჯობია. როგორ სუნეკ? peanut butter-ის სუნეკ და შოკოლადის. ჩემს არ იქნება გემრიელი. ჩემისაც არ იქნება გემრიელი და აქ იყო სნიკერსის სუნეკი ჯობდა. Вообще авага. Ой, кула. Სამი ქულა ზიობის ქულისთვის. Წანჭდა, ორი ჯობდა. აი, მოდი შემდეგი ცულებიც მოვუშოროთ, ბარემ. Bounty მოვუშოროთ. ага. Bounty-ის არის ასეთი გარეგნობის არის, ქოქოსი ხო შიგნით? ქოქოსი. შიგნით ქოქოსი, გარეთ შოკოლადი. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ სნიკერსის მოდიფიცირებული ვერსიაა. არ ისე ცუდი. თუ სნიკერსის მყარ ტექსტურასთან ჭიდილი გეზარება, ალბათ Bounty ჯობია. მაგრამ თუ ბრძოლას არ გავარბიხარ, სნიკერსი ჯობია. სნიკერს ცხელი აქვს, ნუგბარი აქვს. ვაფლი აქვს, ხრაშუნა. ეს უბრალოდ ქოქოსის ფანტელები ამოვლებული შოკოლადშია. სნიკერს უნდა ებრძოლო ჭამისას თეიძაით უნდა დააჭირო კვილები და ეს ბილდა მარტივად იყო. გავიგე, მაგრამ საერთოდ არ შეიძლება მაგათი ორი რამე შედარება ხვდები? შეიძლება პროცესები ძალიან მსგავსია. შოკოლადი აქვს უბრალოდ ორივეს. ყველა ბატონს. კიტკეტსაც შოკოლადი აქვს, მაგრამ ამათ იმინერისანი შოკოლადი აქვს. გონია? კი, ფორმითაც ტექსტურითაც ყოფილი. Bounty-ის სნიკერ შოკოლადი აშკარად იგივეა. უბრალოდ შიდა კონტინენტიდან Bounty-ის ბორბილი აქვს. Bounty ადვილად იკვიჩება სნიკერს უნდა ებრძოლო ჭამისას. კაი, ახლა რა ვთქვათ? კიტკეტსა და Bounty-ს Bounty ჯობდა. კი, ცხადია. 6-7 ქულა. 6 ქულა Bounty-ს. მოდი შოკოლადი გავსვათ. ნახავთ ეს ზღვის ცხენი და მოლუსკიდან მსგავსი შოკოლადები. რა ქულას წერენ. მე ვჭამაქრო
ასეთი ლამაზები იმიტომ არიან, რომ უგემრები არიან. უნდა დააბალანსონ. It looks pretty. ახლა ვიდავდეთ სინათლეს. კაი, შენ ეს გასინჯი მე ცოს უცხენ შეგინდა. აი ხს ცხენ, კიდე არის ცხენ, მე ამ ცხენს არ. მე ამსავარ, ნიშარს. კაი, მე ვჭამ ზღვის ცხენს, მან ჭამს ნიჟანას. ეს ჩინეს. ერთი. ჩემმა ვარაუდმა გამართლა. ლამაზია, ვისაც სობერა მისი უგემრობა დაფარა. მან ანუ შოკოლადი კიტკატს მაინც ჯობია. ვიტყოდი რომ 4 ქულა, 4 ნახევა. შოკოლადის ყოლბაზე არა უშავ რა, მაგრამ სნეკად არა რა. ან ხო ხდება. ანუ სნეკი უნდა იყოს ისეთ რაღაცას ბევრ შეჭამ. აჰა. შოკოლადი რას პროცესში შეიძლება იყოს სნეკი? აი თუ მაგათ არ გინდა რომ გასკდე. ასე მგონი შოკოლადი გაგასკდა მაქვს. ნეგრე კინედეისის არა სნეკი მაშინ გიყიჩ. ის მაგალითად მარტო ორეო სნეკი. ან ფილმის ყურებისას უჭამო რა მეკითხი ხო? ნუ მაშინ გულისხმობ ისეთ შოკოლადებს, რომლებიც ბევრი მოდის. აი მაგათაც ეს. ეხლა სინჯავთ ამას. სინჯა? წამი გამზადა. აკი. ციგავეზრე რომ შეიძლება ბევრი სხვა შოკოლადის ჭამა არის და აი ასე. უფრო ნაკლებად მოწეს ხოლმე შემდეგი. და ნუ სულთან ზერო ჩაშება. აბიღია. ნორმალურია. მაგრამ ბაუნტი ალბათ ყოველდღე გაიყო, მაინც დაორეო. ორე ყვაში ხო. შენი ყოველდღე გაიყო ბაუნტი 6 ხო. ეს არის ეს შეხო ნახევა. მე ვიტყოდი 4. მე ყოველდღე ნახევა. 4 გაითვალეთ რომ დარტყა კლაიმის გამო გვიან მოუწია. მე უკვე ხუჭამი ხადა. მე თავში მოწოდა მე თქოს აიღო. კაი. მოდი ხა გავხსინჯოთ ჰიტი. გასპიკოთ ჰიტზე. ორეო საჭობებს. ცხადია ვერა. მე მგონი იმიტომ რომ შეხონება და თელი ნაფშხონები გეყრება ზე. ორეოს ეგ პრობლემა არ აქვს. აი აჰედი. და 7 კლას 7 ნახევარს დაუწევდი. მაგრამ ანუ ორეოს შემდეგ პირველზე ამას დავაყენდი ჯაჯაბი და სინჯულებში, მაგრამ კაია. აი ისეთი არა კიდე მომიდა გასინჯო. ნან აი ოცხობელად. ჟევა, მაგრამ ძიად ვერ ხვდები, იმიტომ რომ ბევრი ზეცეთ რო ჭამეთ ხა აღარ მოწევს შოკოლადების თქოს. მაგრამ ან ვიაზრებ რომ პირველი რომ ეჭამა დაუწევდი სოლიდურ რაკულას. ამიტომ იყო სოლიდურ რაკულა. მე დავწერდი მე 8 ნახევარსაც დავწერდი. კაი. შემდეგ გვაქვს ეს სპეშალია. ეს ორცხობი ვაფრით წავდა. ოუ მან. ყველა ხალხი ამ დროს ხას ვიყავდი. მე ძალიან ცოტა. ნუ პრობლემა წავწულა. ნიკასოდ გა. გულისხმობ რომ გემოზე არ მომწეს. ეს ერთი გავიყოთ მოდი და. ორი აღარ მოგიწევს რა შეჭამა. აი. ეს არის თი შოკოლადი რომ ერთ ხარეს არის რაღაც დახატული ფიგურა, მეორე ხარეს არის იმას რა. ველოსიპედი ხარია. ველოსიპედი ხარ. ახლა შევადაროთ ეს ჰიტს, იმიტომ რომ თითქმის საერთნაირებია. მსგავსია, მაგრამ ოღონდ ამის უნიკალურობა ხო იდეაში ისაა, რომ ერთ ხარეს ოცხობილა, ერთ ხარეს პირდაპირ შოკოლადია. ჰიტი ორი ხარეს ოცხობილი იყო და შიგნით იყო შოკოლადი. ისე როგორც ორეოში. შიგნით იყო შოკოლადი. შიგნით.
ორეოში როგორც ჩინით აშიქთავს. ხო რა. ჩემი აზრით ისეთი დიზაინი უფრო ჯობია ვიდრე ესეთი, იმიტომ რომ ეს დნობადი შოკოლადი პირზე მე პირდაპირ ხო, ხელებიც ხო შეიძლება დაგესვა. ხელებიც უცხრა, თან პირზეც რაღაც უსიამო, თქოს ამ საკმაოდ არისტოკრატიულად ვერ გვიძნობ თავს ამას რომ. ეს ჯობია ჰიტი ჩემი აზრით. ანუ იცი, კარგი რა აქვს მაგას, ეგ ნაკლებად იფრხნება, ჰიტი უფრო მეტად იფრხნება. ნახო. მაგრამ საბოლოო ჯამში მეგონი ჰიტის გემო ჯობს. ანუ დიდად არ განსხვავდება, ანუ ფაქტობრივად ერთი და იგივეა, მაგრამ ალბათ ჰიტი მაინც უკეთესია ოდნავ. სულ ამასაც ალბათ 8.4. მე ამას დავწერდი 6.5-ს. ჰიტს 7.5-ს. ოკეი. მოდი ახლა მოგო გავსინჯოთ. რაღაც რომ წასალე. არა, მოგო გასინჯო შენც. აი ამას. არ ვიცი რა დავაშავე, მაგრამ მოგო სინჯო. ზოგ ადამიანს მოწონს და გემოვნების ამბავია, მაგრამ მე ამაში ფულს არ გადავიხდიდი. Really? მე წყალს და მოგო შორის ყოველთვის წყალს არჩევდი. ანუ შეიძლება წყალი არ არჩევ, მაგრამ ვიცი როგორ გემოვნების ამბავია. მაგრამ მოგო ამ ყოველს მეჩვენია. აჰა. ყოველსაც კი? კი. კარგი და ჯერ დალისი? კი. კაი. გავხსნათ დალისი. შოუს თავარი ვარსკვლავი. შენთვის არის ეს თავარი ვარსკვლავი. მეც სხვა რა ვთქვი. კინერდელისი ვინც არის უნიკალური ტკბილეული. აი ასეთი სტრუქტურის არის. ზედაპირი არის შოკოლადი და თან ფორმა აქვს რიანივით. ხას რომ გადავსვენ ეთყობა. მინი კარსი ვიფიქროს. შიგნით მე არის შოკოლადი, ეს რძე და ისევ შოკოლადი და არის გემრიელესი. მე ვიტყოდი რომ ანუ სხვა სნექებისგან დიდად ვერ განსხვავებდი. და მაგას ისევ ჰიტის ორწყობილას შევჭამდიან ბაუნდს. მე ხომ ორეოს დაუწელი 10 ქულა. მაშინ კლიენტის ეკუთვნის 15 ქულა. ვაუ. მე დავწერდი ალბათ 7. I'm sorry. ახლა სკემონების ამბავი, მაგრამ ცდები. აგე უბრალოდ ჯაყოლთ ვაშოთ ამა ჩემს ვაშოთ ამა ყველაზე კარგი სინქია. controversial opinion, მაგრამ გეტყვი ხო. იდეალურია. იცი რა? თანაბარ პირობებში ერთ-ერთზე ვაშთატამა წააგებდა ორეოსთანაც და კინერდელისთანაც. არა, ჩემთვის არა. მაგრამ ვინმე რომ დამიდოს რომელს აიღებდია ვაშთატამას ამას თუ ამას, ყოველთვის ვაშთატამას ავარჩევ. მაგრამ ეხლა იმდენი შოკოლადი ვჭამეთ, მე ყოველი ახლა შოკოლადის ჭამა უკვე უსიამოვნო ხდებოდა. მაგრამ ვაშთატამა სვლილება ვიღაც რა ბევრი შოკოლადი ვაჭამე, ვაშთატამა ჭამა მაინც გსიამოვნებს. ამიტომ აი ამ წუთას უკვე ვაშთატამა ჯობიანების მე შოკოლადს. მაგრამ დასაწყისშივე არ ჯობდა. ესა ჩემი აზრი. ჩემთვის კი. ჯობდა. გორას ფიქრობ რომ ეს შოკოლადი ჯობია და რა უნდა მოგოჩინა. დაგუწერეთ კომენტარებში. ჩემი ნომერ პირველი არის ვაშოტამა, ჩემი ნომერ პირველი კინერდელის. ეს იყო დღევანდელი გემოვნების ამბავი. მადლობა ყურადღებისთვის.